პირველ რიგში შოლის მაგალითები ვნახოთ და მე უკვე გადავალთ შუთზე. პირველი, მინდა რომ კარგად დავაკვირდეთ ეკრანს ამ შემთხვევაში. ესე იგი, პირველი შოლი გამოიყენება to make offers. შეთავაზებისთვის, ანუ მე რო ვთავაზობ ჩემს სერვისს. მაგალითად, shall I help you with your bags? Shall I help you with your bags? დაგეხმარო ჩანთებთან, ანუ ჩანთების ზიდვაში. მეორე, to make suggestions. ესე იგი, აქ გვაქვს ისევ შეთავაზება ოღონდ არ არის სავალდებულო, რომ მაინც და მაინც მეც ვარ ამაში ჩართული. Shall we watch a movie tonight? Shall we watch a movie tonight? ვუყუროთ ფილმს ამაღამ? ამ შემთხვევაში ანუ ეს suggestion არის, რომ ანუ იდეა არის აქ მთავარი, ანუ იდეას ვთავაზობ და მე ვარ თუ არა ჩართული, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. მაშინ როდესაც offer-თან ეს მნიშვნელოვანია, რომ მეც ჩართული ვარ. მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ თუ მაქვს offers and suggestions და ნებისმიერ ტიპის შეთავაზება, ძირითადად ეს გამოიყენება I with-თან. სხვა შემთხვევებში არ არის მაინც და მაინც სავალდებულო, რომ აქ I we იყოს. მესამე გამოყენება, როგორც ვაჯამებთ, შოლის იყო to express decisions about the future, ანუ გადაწყვეტილებების გამოხატვა მომავლის შესახებ. და როგორც ვხედავთ, მაგალითიც გვაქვს მესამე I shall move to a new apartment soon. მე უნდა გადავიდე ახალ ბინაში მალე. შემდეგი არის to express formal obligations, გამოვხატოთ ფორმალური ვალდებულებები და მაგალითს შევხედოთ students shall submit their assignments before the deadline. სტუდენტებმა უნდა შეავსონ თავიანთი დავალებები, ატვირთონ თავიანთი დავალებები deadline-ამდე, ანუ ბოლო თარიღამდე. და მეხუთე to make a promise დაპირება I shall never forget the kindness you've shown me. I shall never forget the kindness you've shown me. მე არასოდეს დავივიწყებ იმ სიკეთეს, რომელიც შენ მიჩვენე.